გამარჯობა, მოგესალმებით. ნიუ-იორკიდან სტუმრებს თუ იღებს? თქვენ რა ქვია, ნახვა გვინდა ან კონსულის ჩვენის, ან ქალბატონი ელჩის შეხვედრა გვინდა, ჩვენ მოგწერეთ, წერილიც გამოვაგზავნებთ და შეგეხმიანებთ, თუ არის საშუალება, რომ დავისაუბროთ. ნიუ-იორკიდან ვარ ჩამოსულები, დიდი ხანი მოგვიწია სამწუხაროდ გზაში. საერთაშორისო როცა შეხვედრა არის, უნდა იყოს დაგეგმილი ან შეთანხმებული, ხა ესე არ შეხვედრა არის. არა, წერილი გვინდა, გადავცეთ საელჩოს წარმომადგენელს. წერილის გადაცემა კი, შესაძლებელია. მადლობა. შეხვედრა და რაღაც. კი ბატონო. თუ ვინმე იქნება თავისთავად წარმომადგენელი სიამოვნებით, უშუალოდ გადავცემთ მას. შეიძლება გაიცანით ისა. ნიკა ჩხეიძე, ქართული საფეხბურთო ორგანიზაციის საფუძველი და ხელმძღვანელი. სასიამოვნო. ბატონო, თავისუფლად. თქვენი შეხვედრა. და დანჩენ ნიუ-იორკიდან კიდე სტუმრები არიან თამაშილები. ძალიან დაუგვიანდა თამაშვა. კი, ვიცოდით რომ ის არის რა. მივიღე შეხვედრასთან დაკავშირებით წერილი და ის რა თქმა უნდა არგიტინა მაინციტა მაგრამ თურქეთის განცხადება მოვლენები და პირველი მასშტაბური რასკინელა წერილი დატოვება მაინც რომ დავტოვოთ და ოფიციალური გადაცემა შეიძლება დაგიტოვოთ ესე და ხომ მაინც კიდევ რაღაცა გავარკვევთ თეთრ რომ ასი ორგანიზაცია პირველად არის თუ ყველა საფუძველი ორგანიზაციებიც არის რეგისტრირებული ერთად ხარჯები რაღაცა ხარჯები და ამაზე ყველა ერთად ხარჯები და ამასთან დაკავშირებით მედიასთან შეხება გადაგვიდებით, მაგრამ პირველი გინდა რომ გადმოგვეცა სანამ დავიწყებთ მედიასთან საუბარს ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაეროსთან და ხო აქედან დაგვეცა რომ ჩვენს მაინც ახლში პირველ რიგში ოჯახში დავიწყეთ ხო იქნებ ოჯახში გავარკვევთ ჩვენ ანუ ეს რაღაცა საპროტესტო არ არის ანტაგონისტურად განწყობილი არც წერილი და არც ჩვენ განწყობა გვინდა რომ იყოს მაქსიმალურად კონსტრუქციული და სახელმწიფოებრიობის პარტიის განმაგნებული რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ყველა მოქალაქისთვის ეს არის ადგილობრივი ქართველობის აზრიც და ასევე ნიუ-იორკის ქართველობის აზრიც და კალიფორნია და ჯორჯია და ფლორიდა და ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეთრამეში ფაქტებით რომ თქვენ საფუძველში და გაბატონებისის გულდამტკიცების შეხვედრობით რომ ჩვენი ერთობლივი განცხადება გადაგვეცა ჩვენი ერთობლივი პოზიცია რომ ჩვენ ზუსტად იგივე ქართველები ვართ ფაქტიკავით სანამ ჩამოვიდოდით იგივე დავჭით და იგივე გავაგზავნებთ რომ ემიგრაცია არის იგივე საქართველოს ნაწილი და გვინდა რომ ეს განწყობა და ეს გაგება ამისი ისე როგორც საქართველოს კონდეს დააგრებული ასევე ჩვენ სახელმწიფოსაც და რომ ჩვენ იგივენი ვართ ნაცნობი და თქვენი ნაწილი ვართ ასევე იმედია რომ ამაზე ყველანი თანხდებით ხო არა მე მგონი მაგაზე ყველაზე ვერ თანხდებით მაგიტომაც ვართ აქ და რომ ჩვენ დაიბარეთ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა შეხვედრისთვის და მადლობა რომ ჩაებარეთ ჩვენი წერილი მოვედით აქ როგორც ქართული დიასპორული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩვენ გუშინ გავაკეთეთ განცხადება ერთიანი ერთხმად იმასთან დაკავშირებით იმ ცვლილებებთან დაკავშირებით რომელიც არის ინიცირებული საქართველოში საპარლამენტო საკანონმდებლო ცვლილებები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ჩვენი ერთიანი ხმა გადავეცით საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს ძალიან შეწუხებულები, შეურაცხყოფილები და შეშფოთებულები ვართ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და ამის გამოსახატად მოვედით არა როგორც საპროტესტო აქციით, არამედ როგორც ასე ვთქვათ კონსტრუქციული შეხსენებით, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელი წამოწყებაა. მოლოდინი გვაქვს რომ გაიგებენ ხმას, იმიტომ რომ ეს არის ქართული სახელმწიფო და ეს ისეთი უფლება არის რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული და ასევე გარანტირებულია საქართველოს მიერ საერთაშორისო
კონვენციებით და სხვა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებით. ეს არ არის ხელწამოსაკრავი საკითხი და ეს ეხება ძალიან ბევრ, თითქმის მილიონამდე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ეს არის ფუნდამენტური უფლება მოქალაქის და ამასთან დაკავშირებით იმედი გვაქვს, რა ვიცი, ჯერჯერობით გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს არ დარჩება რაღაცნაირად ხმათ მღაღადებლისა უდაბნოსაშინა, არ შეიძლება რომ ესე იყოს. მიუხედავად ხანგრძლივი დამღლელი ვოიაჟისა ნიუ-იორკიდან დედაქალაქში და ამინდის წინააღმდეგობისა ნიუ-იორკიდან ჩვენი წარმომადგენლობა ესტუმრა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს წარმომადგენლობა საელჩოს. ჩვენ ქონდა სურვილი შეხვედროდეთ ქალბატონ ელჩს, სამწუხაროდ ეს შეხვედრა ვერ მოხდა. მაგრამ ქონდა საშუალება ჩვენი პეტიცია, ჩვენი მიმართვა გადაგვეცა გენერალური კონსულისთვის და ამ მიმართვაში ყველამ ჩვენ არაერთმა ქართულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გამოხატა ჩვენი დამოკიდებულება და ჩვენი პოზიცია იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც დაგეგმილი არის საქართველოს პარლამენტის მიერ. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარიც არის, მიუღებელიც არის და ზოგადად ვთვლით, რომ ეს დამოკიდებულება ზოგადად ქართული ემიგრაციის მიმართ არის ძალიან ცდარი და ასე ვთქვათ დამანგრეველი იმ ურთიერთობებისა, რომელიც უნდა არსებობდეს საქართველოსა და მის ემიგრაციას შორის. პირიქით, ესეთი ტიპის ვთქვათ გადაწყვეტილებები, ესეთი ტიპის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები უფრო აშორებს ქართულ ემიგრაციას და ქართულ სახელმწიფოს ერთმანეთისაგან. ჩვენ კიდევ პირიქით ჩვენი სურვილი არის, რომ ყველა მოქალაქე, ყველა საქართველოსდან წამოსული ემიგრანტი, ვისაც აქვს სურვილი, რომ დარჩეს საქართველოს ერთგულშვილად და იყოს ქართული პატრიოტი, მას ჰქონდეს საშუალება და მიეცეს საშუალება, რომ იმონაწილეოს საქართველოში მიმდინარე ყველა საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებში. ამაზე მეტიც და უფრო მეტიც ჩვენ პირიქით სურვილი გვაქვს, რომ ჩვენ უფრო მეტად ვიყოთ ჩართული ამ პროცესებში. საქართველოს ემიგრაციის დიასპორული წარმომადგენლობა უფრო გაიზარდოს, ისევე როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ სტრუქტურებშიც, რათა ჩვენი ხმა 100,000-ობით ქართველი ემიგრანტის, 100,000-ობით ქართველი მოქალაქის ხმა უფრო კარგად ისმოდეს ჩვენს ისტორიულ სამშობლოში და ჩვენმა საზოგადოებამ უფრო კარგად იცოდეს. თუ რა ტკივა, რა აწუხებს, რა პრობლემები გააჩნია დიასპორას და რა სურვილები გააჩნია თავის სამშობლოსთან მიმართებაში. ჩვენ ძალიან ბევრი ვართ, ჩვენ ძალიან დიდი რესურსი ვართ და მე ვთვლი, რომ აი ესეთი ტიპის რეზოლუციებით ჩვენ ამ რესურსს უფრო ვაშორებთ ჩვენ ქვეყანას, ვიდრე ვაძლევთ საშუალებას, რომ ესეთი ძლიერი რესურსი, რაც დღეს ძალიან ჭირდება ჩვენ სამშობლოს, გამოყენებული იქნას. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნაა ეს ინიციატივა გაწეული იქნას საქართველოს პარლამენტის მიერ და პირიქით მოგვცეს საშუალება ქართულ ემიგრაციას, რომლის გარკვეულწილად ხმასაც ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები წარმოვადგენთ, მოგვეცეს საშუალება, რომ უფრო აქტიურად ვიყოთ ჩართულები საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ამისი გზებიც არსებობს. ასე რომ ვიმედოვნებ, რომ ეს ჩვენი 100,000-ობით ქართული ემიგრანტის გულისძახილი მიაღწევს ჩვენი ისტორიული სამშობლოს პარლამენტისა და ხელისუფლების ყურამდე და ეს ჩვენი მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება.